9:00-ზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაასრულა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა მიხეილ სააკაშვილისგან ვიზიტის შეფასებები და ქვეყნის განვითარების საომავლო გეგმები მოისმინეს. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, ბოლო მოლაპარაკებები პენტაგონში შედგა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პირველ პირს პირადად თხოვა ერაყში ქართველი სამხედროებისთვის სამსახურის გახანგრძლივება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ბოლო ოფიციალური შეხვედრა პრეზიდენტმა პენტაგონში გამართა. ბუქარესტის სამიტის წინ ნატოში გაწევრიანების კიდევ ერთი მხარდაჭერა სააკაშვილმა პირადად რობერტ გეიცისგან მიიღო. ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტს პენტაგონის პირველმა პირებმა თხოვნითაც მიმართეს. ამერიკელებს ერაყში წარმატებული ოპერაციის განსახორციელებლად ქართული საჯარისო ნაწილი წლის ბოლომდე დაეხმარება. ჩვენი ამერიკელი კოლეგების შეფასებით ქართული შენაერთების ყოფნა იმ ზონებში ძალიან მნიშვნელოვან ზონებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად და თლიანობაში სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტი ვაშინგტონში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. ამჯერად მხარდაჭერა სააკაშვილმა უკვე დიასპორისგან მიიღო. ის ნიჰილისტური მოტივები, რომელიც ჩვენ ახლა თბილისიანაც გვესმის, ეს ჩვენთვის უკვე უცხოა. ის რთული დღეები ყველამ თქვენთან ერთად გაია. როდესაც ოპოზიციას ვაკვირდები, როდესაც ისინი გაგიდიკებენ თქვენ, მათი ერთ-ერთი როდესაც ისინი ხარს უჟავენ, ის არის, რომ ჩვენ კარგად ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს, რომლებშიც მე ხვდები ისინი, მე კი ვიცი ისინი რას გულისხმობენ ეს მეფშთანეობას, ბიძაშვილ მაბედაშვილობას და ასე შემდეგ. გამოვიდა ამაცინე და ყვებოდა, რომ ესენი ხო ხალხი არ არის მთავრობა. ამათო არც ბიძაშვილი ყავთო, არც მამიდაშვილი ყავთო, არც ახლობელი ყავთო, არავის არაფერს არ უკეთებენ. ამით ყველაფერი ახსნით. თუ თქვენ თვლით, რომ თავობაში მოსვლა არ იმისთვის, რომ ბიძაშვილს, მამიდას და ახლობელს რაღაც გაუკეთოთ, მოახ ფუნდამენტალურად ჩვენ ვაპარაკობთ სხვადასხვა ენაზე. მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოსგან მოშორებით მყოფ ქართველებს ვიზიტის დეტალები და ამერიკული მხარის განწყობაც გააცნო. აქტუალური იყო ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის დაბრუნების თემა. 93 წელს, როცა ეს ყველაფერი მოხდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელს, საიდან გააცნდა, რომელიც ჟურნალისტი, როგორც წესი ამერიკის ჟურნალისტებს არ აინტერესებდათ, კითხვა დაუშვეს, რომ რას ფიქრობთ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენას. ეს კაცი ძალიან გავლენიანი იყო და თოჩოს მე ჩვენი მეგობარიც გახდა, მაგრამ რომ მაშინ ესე ფიქრობ. თამარ ყველაფერს ეს იქ აფხაზეთში პრეზიდენტი შევარდნაძე გავიყვანეთ სამშვიდობო, გაყვანილია სამშვიდობოს. სიტყვით ასე თქვა. აი ეს არის განსხვავება 93 წლის საქართველოს. ადგილობრივ საქართველოს და გუშინ ჩვენ თეთრსახში. სლავ განვიხილეთ. ნატოს და სხვა საკითხებთან ერთად ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუშის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარდა ქართველები შეერთებულ შტატებთან სამომავლო ურთიერთობითაც დაინტერესდნენ. ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა დოდონა კიზირიამ ამ შეკითხვაზე ვრცელი პასუხი დაბადების დღის აღსანიშნავად კი პირადად პრეზიდენტის მილოცვაც მიიღო. ძალიან მალე შესაძლებელია დემოკრატები მოვიდნენ ამერიკის მთავრობაში. შეიძლება თუ არ ველოდოთ რადიკალურ შეცვლას განწყობისა საქართველოს მიმართ. ბარაკ ობამა იყო სპონსორი რეზოლუციის სენატში ამერიკის საქართველოს და უკრაინის მაპის მიცემის ჰილარისთან ერთად. ჰილარი და მაკეინმა ერთად წარმატგინეს ნობელის პრემიაზე ამ 2 წლის წინ იშენკოსთან ერთად, მაგრამ ამორმა სენატორმა და თვითონ საგარეო პოლიტიკური გუნდი ორივეს ესენი არიან ჩემი პირადი მეგობრები. ხშირად ეს გუნდი უფრო ბევრს წყვეტს ვიდრე თვითონ პრეზიდენტი, იმიტომ ეს ყოველდღურად შეიძლება არ იყოს შეფერილი საგარეო პოლიტიკაში. სამდღიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში სწორედ დიასპორასთან შეხვედრით დასრულდა. ოფიციალური ვაშინგტონის შემდეგ საქართველოს ახლა მთავარ მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტზე ევროპელი კოლეგებისგან ელოდება. საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ვიზიტს კონდოლიზა რაისის მოადგილე აფასებს დენიელ ფრიდი საქართველოს მიერ მაპის პროგრამის მიღების შესაძლებლობებსა და რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საუბრობს. სახელმწიფო დინის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ბუქარესტის სამიტის წინ შეერთებული შტატებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკვე მიიღო. ახლა მთავარია, რაც გადაწყვეტს ალიანსის წევრი ყველა ქვეყანა. დენიელ ფრიდმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავიორს ბრიუსელში მისცა.
გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები იღებენ. არც ერთ გარეშე ქვეყანას, არც რუსეთს და არც სხვა ვინმეს არ შეუძლია ვეტოს დადება. ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოზე არა გაწევრიანების შესახებ, არამედ მაპის მიღებაზე. ნატოში ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ბუშმა და სააკაშვილმა ეს თემა ვრცლად განიხილეს. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბუშის სიტყვები და ამას ვერაფერს დაუმატებ. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება იქნება ძალიან დიდი შეცდომა. შეიქმნება ბევრი პრობლემა. რუსებს ეს არ უქნიათ, მაგრამ მათ მაგივრად ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ცხადად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ მშვიდობიანი გადაჭრის გზა, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე უნდა ასახოს ადამიანების კანონიერი უფლებები, უნდა უზრუნველყოს დევნილების დაბრუნება, განსაკუთრებით აფხაზეთში. ეს მძიმე საკითხია, მაგრამ გაბრაზებული ტონი, სლოგანები, მოწოდებები, პროვოკაციები, ეს არ არის სწორი გზა. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს იმერეთში იმყოფებოდა. ნინო ბურჯანიძე პირველი შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორებთან გამართა. განაპირები შესრულდა 4000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია უნივერსიტეტის საკუთრებაში. დარჩა დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქუთაისში დაფნის ქარხნის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის პარალელურად ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაც მიმდინარეობდა. ნინო ბურჯანიძემ დღეს აქციის მონაწილეებთან შეხვედრა სცადა, თუმცა ოპონენტებთან ქუჩაში საუბარი უშედეგო აღმოჩნდა. პატრიარქის მოთხოვნას მოლაპარაკებაზე მე გაძიებ ნამდვილად სიტყვას, რომ ჩვენ აუცილებლად შევაცვლოთ და გავაგრძელებთ მოლაპარაკებას. პატრიოტები ახალი სეზონისთვის ემზადებიან, ახალი ფორმები და ხმაურიანი შეძახილებით. ბაკურიანში დღეს ლიდერებმა მოიყარეს თავი. უკვე ცნობილია, რომ წელს ბანაკის ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება. პატრიოტებს კი საკუთარი ინტელექტუალური და ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენა სხვადასხვა პროექტებში მოუწევთ. იდეებს დღეს ერთმანეთს უკვე გამოცდილი პატრიოტები უზიარებდნენ. პატრიოტების შეძახილები მთელ ბაკურიანს ესმოდა. ისინი ახალი ფორმებით იქ პირველად გამოჩნდნენ. თოლში დაგეგმილი პრეზენტაციის მოწყობა ატალახებულ გზაზე მოუწიათ, მაგრამ უამინდობის გამო ხალისი არ დაუკარგავთ. თავიდან ისინიც უბრალოდ ამსვენებლები იყვნენ, დღეს კი უკვე ლიდერები არიან. წლების განმავლობაში მათ დიდი გამოცდილება მიიღეს, უკვე აღარაფრის კეთება აღარ უჭერთ და აღარც ერიდებათ. დროშებს და ახალ ფორმებს ფერი მალევე დაუბრუნეს. ესეთი რთული ცხოვრება აქვს ჩვენ პატრიოტებს, მაგრამ ყველანაირი სირთულე ჩვენი პატრიოტული სულისკვეთებით, უმკლავდებით და ერთად თავად და ერთად ვიქნებით ყოველთვის. პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში ბანაკში წელს 2000-მდე ახალგაზრდა დასაქმდება. პატრიოტები ახალ იდეებზე მუშაობენ. უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს ბანაკის ინფრასტრუქტურა შეიცვლება. გაიზრდება ლიდერების ხელფასი, გაკეთდება ახალი სპორტული პროექტები, სადაც ჩატარდება შეჯიბრები და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. იდეებზე მუშაობთ, რა უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო კუთხით, გასართობი კუთხით, რა შეიძლება შევცვალოთ. უკვე მეოთხე წელია, რაც ახალგაზრდები ბანაკებში ისვენებენ. თავიდან მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით იქ არავინ მიდის, მაგრამ როგორც ლიდერები ამბობენ, უკვე ყველა პატრიოტი ბრუნდება. პირველ რიგში სამშობლოს უკეთ გაცნობას, სიყვარულს, სხვადასხვა კუთხეების ხალხთან დაახლოებას, კულტურული ძეგლების და ღირსშესანიშნაობების მენახულებას, ნახვას. პატრიოტებს რომ დიდი ენერგია და გამძლეობა სჭირდებათ, ეს ყველამ კარგად იცის. ყოველთვის იმ გზას ირჩევენ, სადაც ბევრი დაბრკოლებაა. ეს არის მათთვის მთავარი აზარტი. თავგადასავლების მაძიებელ პატრიოტებს ყოველდღიური დაბრკოლების გადალახვა უწევთ. თუმცა ყველა ერთი გუნდია და მათ ვერანაირი სირთულე ვერ შეაშინებს. რუსეთში ისევ ჟურნალისტ კლავენ ილია შურპაევს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. Давай почему убийство очень спокойно, очень уравновешенный человек, доброжелательный.